წინასაახალწლო ფასების შესახებ რამდენიმე კითხვა ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის მცხოვრებლებს დაუსვა. 2-3 კვირა ყველაფერი გაჭირებულია. ძალიან. მუშაობს ღმერთის წყალობით ჩემი შვილი და მეუღლე და გვიჭერს გამკლავება. ძალიან ძნელია გამკლავება ამ ფასების მატებასთან. პენსია ხელფასი არის, მაგრამ სამაგიეროდ ფასები 300%-ით იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0.4% იყო, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ს უახლოვდება. და რას ეხება ეს უფრო ეს განსხვავება, რა ტიპის პროდუქტი აღარ არის? ყველანაირ პროდუქტს და ყველანაირ საქონელს. იაფიც რო ღირდეს, მაინც არა აქვს საშუალება და გასახადი. მარკეტებში დადიხართ პროდუქტის აღება თუ ბაზარში? მარკეტებში უფრო. ბაზარშიც ვცადე, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის. ყველგანა თანაბრად მომწებული. ხურცი, თევზი, რაც საუცილებელი ადამიანისთვის რომ მიიღოს ორგანიზმმა, პირველ რიგში ეგ არის ყველაზე მოცულე. ბოსტნეულიც კი. რითაც შეიძლებოდა რომ ადამიანს ჩაენაცვლებინა ის ხორცი და უშუალოდ ის თევზის თუ რაღაც, ისიც კი ის პროდუქტი, რომელიც თუნდაც ბურღულეული. პროცენტებში არ გადამიყვანია, მაგრამ თვალსაჩინოც არის მომატებული. ჩვეულებრივ პროდუქტებს ვყიდულობ არაფერს, მანგოებს და ესეთი სხვადასხვას არ ვყიდულობ. ჩვეულებრივ პროდუქტებს ვყიდულობ. ნაწილს ბაზარში, ნაწილს მაღაზიაში. იქაც იგრძნობა, იქაც იგრძნობა. ხელფასს და პენსიას არაფერი ემატება, თავისთავად ცხადია. ემატება საჯარო მოხელეებს მარტო. პენსიონერებს რა 20 ლარს გადმოგიგდებენ და 50 ბოდიში და აგახევენ ყოველთვის. ზედმეტს. ძვირია ყველაფერი. ყველაფერი ძვირია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2025 წლის ნოემბერში ფასები გაიზარდა. ხილსა და ყურძენზე 16.9%-ით, თევზეულზე 15.5%-ით, ზეთსა და ცხიმზე 14.9%-ით, პურსა და პურ პროდუქტებზე 13.6%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 12%-ით გაძვირდა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11.6%-ით. მინერალური და წყაროსწყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8.6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 8.5%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.5%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 5.1%-ით. გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მიმღებების, რომლებიც აი ამ სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული და წლების დინამიკაში თუ შევხედავთ, ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება, როგორ გითხრათ, განუხრელად, სულ არის ზრდა და ეხა უკვე მოსახლეობის თითქმის 19%, უბრალოდ 19%-ზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას, რომელიც არის თავის მხრივ რეკორდული მაჩვენებელი, ხო? ანუ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ერთი მხრივ თვლიან თვითონ, რომ არ შეუძლიათ სახელმწიფოს ყოველთვიური ფინანსური შემწეობის გარეშე გადარჩნენ და მეორე მხრივ იზრდება, ასე ვთქვათ, მათი რიცხვი ობიექტურად, იმიტომ რომ აი ეს კრიტერიუმები და ვთქვათ, პარამეტრები, რომლითაც აფასებენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, აშკარად აჩვენებს, რომ ისინი, ვთქვათ, იმსახურებენ ამ საარსებო შემწეობის მიღებას, ხო? ეს რა თქმა უნდა აჩვენებს იმ მდგომარეობას, რომელიც არის ქვეყანაში და აჩვენებს იმას, რომ ის ეკონომიკური ზრდა, ხო, რომელსაც საუბრობენ გამუდმებით, არ ეხება, არ მიდის ამ ქვეყანაში რაღაც ჩვეულებრივ ადამიანამდე, ხო, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებამდე ეს ზრდა არ მიდის და ის რესურსები, რომელიც ქვეყანაში არის, ხმარდება, ვთქვათ, ყველაზე მდიდარს, რაღაცა უკვე ხელისუფლებასთან დაახლოებულ ელიტას, რასაც პრინციპში თვითონაც ადასტურებენ იგივე კორუფციის შესახებ აი მასშტაბური ბრძოლის კამპანიით. 2025 წლის იანვრის მონაცემებით სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 700,000-მდე ადამიანი იღებდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ამ საარსებო შემწეობის პროგრამაში, ითვლება, რომ ისინი აღარ ცხოვრობენ აბსოლუტურ სიღარიბეში და შესაბამისად ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბსოლუტური სიღარიბე მცირდება. თუმცა ამის მიღმა თუ გავიხედავთ, ნამდვილად ჩანს, რომ ოჯახების დიდი წილი დამოკიდებულია ყოველთვიურ ძალიან მწირ დაფინანსებაზე ხელისუფლების მხრიდან. სამწუხაროდ ეს დაფინანსების ოდენობა, ამ შემწეობის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ვერ ვიტყვით, რომ აი კარგია, რომ ეს პროგრამა არსებობს და ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ. ხო, რა თქმა უნდა, პროგრამა უნდა არსებობდეს, თუმცა გაცილებით მეტი უნდა იყოს ის შემწეობა, რომელსაც ადამიანები მიიღებდნენ. დადასტურებულად ვიცით, რომ მათ შორის სკოლებში ბავშვების საკმაოდ დიდი ნაწილი შიმშილობს და ეს არის სწორედ სოციალური ფონიდან გამომდინარე. იმისთვის, რომ თქვათ, ეს სიტუაცია შეიცვალოს, ფუნდამენტურად არის გადასახედი როგორც ეკონომიკა, ისე სოციალური პოლიტიკა. ის რომ მაგალითად წლებია მიდის ლაპარაკი ისეთ სოციალურ პროგრამებზე, როგორც არის თქვათ სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა თქვათ ოჯახებისთვის. ის რომ თქვათ პენსია არის სასაცილოდ დაბალი, ხო? ის რომ თქვათ მინიმალური ანაზღაურება პრაქტიკულად არ არის ქვეყანაში განსაზღვრული, ხო? ანუ ამიტომ თქვათ თუ ეს ამხრივ არ შეიცვალა პოლიტიკა, შეუძლებელი იქნება რომ ჩვენ თქვათ რაღაც, არ ვიცი, კონკრეტულ სუპერმარკეტებში რაღაცეებზე ფასი დაუწიოთ და ამან მოქცეს რაიმე ტიპის გაუმჯობესება, ხო? წინასახალწლო ფასების გასარკვევად ევრონიუს ჯორჯია ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრიდან მომავალ მოქალაქეებსაც გამოელაპარაკა. ჩვენი რესპონდენტების ნაწილი პენსიონერი აღმოჩნდა. შვილო, ეხლა სირცხვილიაც რო ხდება, როგორი ფასებია, საშინელი ფასებია. მით უმეტეს მე პენსიონერი ვარ. ასე ვცდილობთ, რომ გავუმკლავდე, მაგრამ ეხლა ბევრი რამის რაციონიდან გამოგვაქვს ეგრე რა. იოლად მივდივართ, როგორც შარშან თუ თევზეული უნდა ყოფილიყო ერთი სამნაირი, ეხლა უკვე всё, ერთნაირი თუ შევძლებთ ესეც თხილი უნდა იყოს, ესე იგი 20 ლარი. მოკლედ აი ასეთი ამბავია შვილო. საქართველოში ამჟამად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 350 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 450 ლარით განისაზღვრება. 2026 წლის იანვრიდან კი 20-დან 45 ლარამდე მატებაა დაგეგმილი. ჩავედით, ჩავიარეთ, ვერაფერი ვერ ვიყიდეთ, ისეთი ფასებია და მივდივართ. ძალიან ძვირია ყველაფერი, ვერ მიწდება უბრალო ადამიანი ისეთი სიძვირია, კარგი რაც არის და ეხლა კიდევ უფრო და უფრო მოიმატებს, რა თქმა უნდა, ისეთი ფასები იქნება, რომ ვერ შეძდები ხა, რა ვიცი, ინდაური 100 ლარი და 150 ეღირება და გოჭი 300, რა ვიცი, ჩვენც ახლა მოკვდავ ხალხს, გვაქვს გემოვნება, გვინდა რომ გქონდეს ახალწლო სუფრაზე მაინც, მაგრამ ხელფასები, რა ხელფასებია? პენსიას 20 ლარს უმატებენ და ყველაფერს აძვირებენ. ეხლა იძახიან, რომ ისინი ძვირდება, რა გადასახადები ძვირდება და აი რა უნდა ვქნათ? ახალი წლის მერე გადასახადები ძვირდებაო. რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა ვიარსებოთ? პენსიაზე მყოფი ხალხი რას ვიყიდით? ვერაფერს. შაქარი მაქვს, ინსულინზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ მე კიდე სხვა წამლები მჭირდება აუარებელი, დღეში 7 აპს ვსვავს სხვადასხვას და მაგის ყიდვაც ხომ მინდა, მარტო წამალი ხო არ არის, გადასახადია, იქ ის არის, უკვე ვერა. ვაშლს რო ვერ იყიდი ნორმალურს, რა ვიცი, ეხლა 7-8 წლის წინ ერთ 5 გორელებს ჩამოქონდათ ხოლმე და ვყიდულობდი 7 ლარად, 8 ლარად, დიდ 5-ს და ეხლა დიდ 5-ს კი არა, ვერაფერს ყველაფერზე გაძვირებულია. ნიგოზზეც კამფეტი ხო საერთოდ ისეთი ფასებია, რომ შარშანდთან შედარებით. ხილი რა, ყველაფერი. ეხლა რაც ვიყიდეთ, ყველაფერი გაძვირებულია. ანუ ბევრი ვერაფერი ვერ ვიყიდეთ, ის სარიელკუთებია. ბავშვების ახალწლო რაღაცები და ჩავდოთ. რაც ყუთებიც კი ხო, ერთოში 20 ლარი ის ყუთი. რაღაცას იკლებ მე 1 წლის მანძილზე, რომ სამ ბავშვებს რაღაცა გაახარო. მეუღლე არის ემიგრანტი, ესე რომ მუშაობს საზღვარგარეთ. ესე აქ მუშაობდეს ამდენამის ვერ შევძლებთ ფიზიკურად.
ზოგადად ეკონომიკაში ძალიან დიდი წილი უჭირავს ემიგრანტებისგან მიღებულ ფულად გზავნილებს, ხო, რომლებიც პრაქტიკულად არჩენენ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს. სამწუხაროდ ემიგრაციის მაჩვენებელიც არის მზარდი, სტატისტიკა ამას აჩვენებს. თუ საერთო პოლიტიკურ ვითარებასაც მივიღებთ ხედულობაში, ეხლა უკვე საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტებს ხმის უფლებაც არ უნდა ქონდეთ, ხო, ესეც მნიშვნელოვანია და აჩვენებს, ვთქვათ, მართველი პარტიის ხელისუფლების დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლებია რეალურად ამ ქვეყნისთვის შრომობენ საკმაოდ მძიმე პირობებში. ჩვენ ვუყურებთ, რომ ახალგაზრდების პრაქტიკულად მეოთხედი არ არის არც დასაქმებაში, არც განათლებაში და მათ პერსპექტივა არ აქვს. და ეს აწლეულებია ასე არის, ხო? შესაბამისად, ვთქვათ, როდესაც და მით უმეტეს ეხლანდელი განათლების რეფორმაც ამაზე არის ორიენტირებული, რომ დაბალკვალიფიციური მუშახელი, ასე ვთქვათ, წარმოქმნას, რომ მერე ვთქვათ, ასეთივე სამუშაოზე იყვნენ დასაქმებულები. მაშინ, როდესაც ვთქვათ, ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული იმპორტზე და არაფერს არ ვაწარმოებთ პრაქტიკულად, აი სასკოლო კვება რაც ვახსენე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისი არის, რომ ადგილობრივ წარმოებას უწყობს ის ხელს გარანტირებულად, ხო და არაერთი კვლევა აჩვენებს თუ როგორ უწყობს ხელს ის ადგილობრივი თემის განვითარებას, ხო? ისევე როგორც ბუნებრივია, ვთქვათ, მოსწავლეების სოციალურ მდგომარეობას, აკადემიურ მოსწრებას და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი არის ეკონომიკური მაჩვენებლები, ანუ სასკოლო კვებაში ჩადებული $1 $9 ამონაგებს იძლევა. ამიტომ ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის გარეშე ბუნებრივია არაფერი გაუმჯობესება არ გვექნება მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ რაღაცა აი ტურიზმის სექტორზე, ინვესტიციებზე დამოკიდებული და ამ პირიქით ხელშეწყობა მიდის ეგრეთ წოდებულ აი მტაცებლურ ბიზნესებზე, როგორც არის ვთქვათ, ეს არის ტოტალიზატორები, იქნება ეს თუ სხვა, რომელიც პრინციპში მთლიანად არის ორიენტირებული პირიქით ადამიანების გაღარიბებაზე, ხო? და არა ვთქვათ, მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ჯანდაცვის პოლიტიკა არის მნიშვნელოვნად შესაძლებელი, ხო? ანუ ჯანდაცვა, განათლება, პენსიები, შრომითი პირობები, თუ ესენი ფუნდამენტურად არ გადაიხედა, ხო? მაშინ ჩვენ მუდმივად გვექნება ამ სიღარიბის და უთანასწორობის კვლავ-წარმოება ქვეყანაში. საქართველოში დღეს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი $255 ამ მაჩვენებელ სტატისტიკის ეროვნული სამსახური მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ადგენს, რომელიც თავის მხრივ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული.